მოგესალმებით, ეს არის მილენიალი. მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ნიკა ქობულაძე, იგივე ნიკუშა მარქსი. ძალიან საინტერესო ადამიანი, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, მე მგონი ჩვენ სოციალურ სივრცეში, რომელსაც დაერქვა ეს სახელი და როგორც მარქსისტი ისე შემოვიდა ჩვენს რაღაც სოციალურ ცხოვრებაში, ვირტუალურ ცხოვრებაში პირველ რიგში. ამის გარდა არსებობს ისეთი საკითხები, როგორიც იყო ნაცებთან ბრძოლა, ერთად ვიყავით ამ ბრძოლის პერიოდში, ამ ბრძოლაში და ეხლაც ვაგრძელებთ ნაცების წინააღმდეგ ბრძოლას. შევეცდებით სხვადასხვა საკითხს შევეხოთ ერთდროულად, რაღაც კონკრეტული მიმართება არ გქონდეს, მაგრამ დამიჯერეთ საინტერესო იქნება. ნიკუშ, შენ ხარ უფრო მარქსისტი ესე ვთქვათ, ხო? ნუ მაგ ტრადიციაში ვარ და შეხარ. თან მარქსისტი ვარ, მეთქი ხარ, რო გითხარო რაღაცა ისეთი ძალიან ჩამოყალიბებული და რაღაც მარც მოწმუნე არ არის, მაგრამ მარქსისტულ ტრადიციაში რო ვარ, მაგას უბრალოდ მეც რაღაც ნაწილი მომწონს მარქსიზმის, მაგრამ მაინც განსხვავება ერთ-ერთი არის ის, რომ მე მაინც დროს ვხედავ როგორც რაღაც ციკლურობას, იმიტომ რომ რაღაც ცივილიზაციების ისტორიას რო ვსწავლობ, ვხედავ რომ რაც რომს მოუვიდა, ის ნიშნები დღეს არის, დასავლეთში, კონკრეტულად შეერთებულ შტატებში. რაც მაგალითად ძველ იმპერიებს მოსვლიათ, რაღაცები მეორდება, შეიძლება ზუსტი ანალოგია არ არის, მაგრამ მეორდება. და ეხლანდელი ეს მოვლენები რატომაც გონია რომ რაღაცნაირად დასავლეთის დასუსტება მიდის, ეს სწორედ იმიტომაც გონია რომ ჩემი წარმოდგენით ეს არის ერთ-ერთი ციკლის დასასრული. უბრალოდ დასასრული არა, გადავიდა ეს ციკლი დასასრულისკენ. ანუ თუ აქამდე იყო აღმავლობისკენ, დასავლური აღმავლობის ეპოქა იყო, ახლა დასასრულისკენ გადავიდა. შენ მაინც მარქსისტი ხარ, შენ მაინც მე მგონი არ გჯერა ეგ ციკლურობა, ხო? ციკლურობს ამჯერამ, ჯერა რომ ეკონომიკური მიზეზები არსებობს რაღაც პროცესების რა იდეაში. ის არის, სიმართლე გითხრა, მოდი ახლა იმის გარეშე რომ შევხედოთ. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მეცი რისი მეშინია, ნუკრია მაგაზე ბევრჯერ მიფიქრია რა, რომ არ მინდა გამომჩეს ის მომენტი, როდესაც აღმოაჩენ რომ რაღაც დიდი პროცესები მოხდა და ვერ შეამჩნია რა, ანუ სულ მაგალითად მახსოვს რომელიღაც წიგნში წავიკითხე, არ მახსოვს რომელში. იქ იყო ძალიან კარგი მომენტი, ანუ 1932 წლის ამბავი რა, რომ ტიპი ამბობს რომ 1932 წელს რო წარმოვიდგინე ხარო 1932 წელსო იღვიძებ გერმანიაშიო რა და ანუ არ იციო რა რა გეულდება წინო და შენ გონიაო რომ რა პროცესებიც მიმდინარეობსო შეუძლებელი არის რაღაცები მოხდესო რა ჰიტლერის მოსვლა შეუძლებელი არის ხო იმიტომ რომ 32 წლის პერსპექტივით ჰიტლერის მოსვლა შეუძლებელი იყო იმიტომ რომ ვინც არ იცის ჰიტლერმა ერთად შენებში წააგო და ანუ ფიქრობდნენ რომ всё რა ის რაღაც დროებითი მოვლენა იყო რაღაც გერმანული ნაციზმის აღზევება მაგრამ რაღაც მომენტში აღმოჩნდა რომ არათუ დროებითი არამედ დაახლოებით როგორი იყო ეს რომ გერმანელი რა ვიცი შალვა ნათელაშვილი უცბად რომ შალვა ნათელაშვილმა აიყო ძალაუფლება და რაღაცა სასწაულები გააკეთა კი რო აი იმის შეშით რომ გერმანელ კომუნისტებს არ მოიგოთ ჩააბარეს ჰიტლერს და ბიზნესი სააკაშვილი იყო სააკაშვილი იყო კი მეც გაგაშალვა ნათელაშვილზე მეც ეგრე მგონია იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრა სულ მგონია რომ თავარი მიზეზი რის გამოც მიშა გახდა პრეზიდენტი იყო რომ მიშას უნდა პრეზიდენტობა და რაღაცნაირად გაიტანა თავისი ბევრ სხვა პროცესებთან ერთად თავისთავად რა ხო მარტო მიშას სრული არ იყო ეგეთი არ დილემა იყო მან მოდი ესე ვთქვა იყო რაღაცნაირად დილემა დასავლეთის მხრიდან იყო დილემა იყო ზურაბ ჟვანიას ფიგურა აშკარად იყო მე როგორც ვიცი ლაპარაკი მიდიოდა თურმე პატა შევარნაძეზე და უცბად სააკაშვილის ნაირი ფიგურა გახდა იმიტომ რომ მან უბრალოდ აჯობა ჟვანიას აჯობა რითი ჟვანია იმის მიუხედავად რომ წინვალე იყო მაგალითად საპარლამენტო რაღაც ინტრიგებში მას შეეძლო საპარლამენტო თამაშების და კულუარული თამაშების კარგად წარმოება საჯარო პოლიტიკაში სუსტი იყო
მე გეტყვი ერთი მას. როჯერ ჟელაზნის აქვს ერთი კარგი მოთხრობა. მოთხრობის შინაარსი არის ასეთი, რომ ხელოვნური ინტელექტები უპირისპირდებიან ერთმანეთს. და ანუ ითვლიან, რომ ვინც ბრძოლას დაიწყებს, ის წააგებს ბრძოლას. ანუ ხელოვნური ინტელექტის ალბათობა არის ესეთი და აღმოჩნდება, რომ ანუ ორივეს ალბათობა, რომ დაიწყოს ბრძოლა და წააგოს არის 85%. ანუ ვინც დაიწყებს, წააგებს. ამიტომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოდის, რომ ომები არ ხდება რა. სანამ ერთ მომენტში ადამიანმა რომელიც არ იცოდა ამის შესახებ, უბრალოდ დაიწყებს ომს და მოიგებს. და რატო ვიძახი ამას? იმიტომ რომ ჩემი აზრით, ანუ მიშას ძალიან დიდი სურვილი, რომ გავხდარიყო პრეზიდენტი, განაპირობა ის რომ ის გახდა პრეზიდენტი რა და პრეს ამას ანუ ბევრი რამე დაემთხვა. ის რომ მაგალითად რუსეთი ძალიან უნდა დასავლეთის ნაწილი გავხდარიყო. და ამიტომაც მის გავლენის სფეროში დაეთანხმა ხელისუფლების ცვლილებას. და რა ერთი ფაქტორიც იყო ძალიან გაცილებული ქონდა ურთიერთობა პუტინს და თავისთავად, მაგრამ მე ვამბობ რა, რომ ანუ ბევრი რაღაცა დაემთხვა რა. გახსოვს და მე მაგალითად დაემთხვა ის რომ სააკაშვილმა ძალიან კარგად მოახერხა და მაგალითად ამერიკელების თემებს დააძდა. მეც რა მახსოვს სააკაშვილი პირველი წავიდა მოსკოვში და იქ ისაუბრა რომ ის ახალ რუსეთს პუტინის სახით ესაუბრება და ის ძველი რაღაცა ურთიერთობა ქართულ-რუსული ურთიერთობები ესე იგი დასრულდა და ახალ ეტაპზე გადავიდა და ისინი უკვე შეთანხმდებით ბევრ რამეს. აი ზუსტად აი ზელენსკის ის მახსენდება მაგალითი ზელენსკი რომელიც იყო ადამიანი რომელმაც ხმები აიღო იმის ხარჯზე რომ ის დაპირდა რომ რუსეთს დაელაპარაკებოდა და მშვიდობას მიაღწევდა მშვიდობას დადებდა ესე ვთქვათ რა როგორ შეხვდა გახსოვს ან ზელენსკი თვითონ სხვანაირად შეხვდა ვიდრე სააკაშვილი როდესაც შეხვდა ზელენსკი პუტინს დაცინობდა პუტინს ოღონდ მანამდე უკვე არის ერთი დეტალი რომელსაც საქართველოში არ იციან როდესაც ზელენსკი მოიგო არჩევნები მან განაცხადა რომ ის აპირებდა განახორციელება საკუთარი გეგმა 70-მა NGO-მ მოაწერა ხელი მემორანდუმს რომლის თანახმადაც თუ რუსეთს დაელაპარაკებოდა უკრაინა და ზავს გააფორმებდა ისინი ზელენსკის გამოაცხადებდნენ მტრად. ეხლა ეს ყველაფერი გადათარგმნეთ იმ წოდნით, რაც უკვე დღეს ვიცით, რომ მედიის 100% და NGO-ების 98% ფინანსდებოდა USAID-ის მიმართ. ანუ უბრალოდ ზელენსკის შეიძლება მართლა უნდა რაღაც მომენტში, მე არ ვიცი ხომ მაგას თავს. ისე ამ ხრივ სააკაშვილი უფრო ნიჭიერი იყო რა გაგებით. სააკაშვილი თვითონ მართავდა კი არა მიშა მე არ მახსენდება მიშა ბევრ მასშტაბური ფიგურა ჩემი ზელენსკი კი არ შეიძლება მაგრამ ზელენსკი ჩვეულებრივი ანუ ძალაუფლების მოყვარული ავტორიტარია და მიშა არის ძალაუფლების მოყვარული ავტორიტარი რომელსაც ასევე შეეძლო თავად ყოფილიყო სიტუაციების შემქმნელი რა ანუ მოთამაშე ყოფილიყო რა განსხვავებით ზელიადან მაგალითად. ხო და აი ამ მიმართულებით იცი აი მაგას შეიკითხები. ეგეთი ტიპები როგორც სააკაშვილია და ეგეთი ტიპები რა. ესეთი ტიპები უბრალოდ აი რა ვიცი 90-იან წლებში ვერ მოვიდოდნენ. ვერ მოვიდოდნენ. მე შენ ცოტა აწყობილი შენი აზრი მაინტერესებს. აი იმ დროს მოვიდა, როდესაც აი რაღაცნაირი დაცემის პერიოდში მოვიდა რა, საზოგადოების დაცემის პერიოდში მოვიდა. გეთახვები. ეგ ბუნებრივი იყო იმ იდეაში, იმიტომ რომ საჭირო იყო რაღაც ახალი ძალა. აი რა ეხა ზელენსკის და მიშა რო შევადაროთ. მართალი ხარ მაგ ხრივ, იმიტომ რომ ორივე მოვიდა მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ძალიან გაიყრმა. ანუ უკრაინაში ზელენსკიმ გააკეთა თვითონ ხო ძალიან მართლა წარმატებული საპროდიუსერო ცენტრი ქონდა ესე 99 კვარტალი რომელშიც სერიალებს იღებდა და რუსეთში ყიდდა. რუსეთში ძირითადად. თვითონაც წარმატებული მსახიობი იყო და გააკეთა სერიალი რომელშიც თამაშობდა პრეზიდენტის როლს. და რაღაცა ანუ მართლა ხუმრობად იყო რომ აი
ეს ტიპი ხوار გახდეს პრეზიდენტი. მართლა გახდა და გახდა რის გამო რა, იმიტომ რომ სხვათა შორის იგივე არის ხა მაგალითად არგენტინაშიც ეს მილეი როგორც მოვიდა რა, რომ ანუ არგენტინაში ყველა პოლიტიკური პარტია გაყრდნილი იყო და ბარემ გიჟი ავირჩიოთო. და ერჩეს გიჟი. ეს პაპების არჩევის დროს რო იყო შუა საუკუნეებში, ანუ თითო ეპისკოპოსს თითო ხმა ჰქონდა და პაპი როგორ აერჩიათ და მოკლედ ყველა საკუთარ თავს აძლევდა. მერე ვიღაცა მიცა ყველაზე უარეს. ეს გახდა პაპი, ხო. აი ის რომ ვიღაცა აძლევს მერე ყველაზე უარეს, ეს ისტორიაში არაერთხელ ხდება ხოლმე რა. აი მათ შორის რა ვიცი, ფაშიზმის მოსვლას იტალიაში ერთ-ერთი მოსოლინი ხო არ მოსულა გამარჯვებით. მეფემ ადგილად დანიშნა, იმიტომ რომ გადაცაიმა. რაღაცის შეეშინა, რის შეეშინა არავინ არ იცის. ამ განმოსახედიდან ის უნდა შეშინებოდა არავინ არ იცის. ტრამე მარცხენებ, მაგრამ მაშინ არც იყვნენ იმდენად ძლიერები, რომ ტურინში რაღაცებში სცადე. ნუ კრა იცი, მე რა მინდა იცი, რომ შენი აზრი მაინტერესებს რა, ხო, მაგაზე ვფიქრობდი რა, რომ აი ზელენსკის თემასთან დაუკავშირდით რა. სხვათა შორის ეხანდი გადასახედიდან რომ ვთქვათ, არ გონია რომ ეს იგივე ჩვენი NGO სექტორი არ მოგცემს საშუალებას რაღაცები გავაკეთოთ. ანუ რას გულისხმობ იცი? აი ხა წარმოვიდგინე მაგალითად აფხაზეთის დაბრუნების თემა. ყველა მივიცით რომ დავუშვათ აფხაზეთს რომ დავიბრუნოთ, საჭიროა ჩვენი მხრიდან დათმობები. რა თქმა უნდა. ხო, ისე ხო არა შევძლებ. თუ მოლაპარაკებით მიდივართ ესაა, ზაი. ხო, იმიტომ რომ ნუ ახლა ანუ ხო დარწმუნებული არა, პირველ NGO გამო რომ ეს ხო დარწმუნებული ხარ, ხო. თან ხო დარწმუნებული ხარ, რომ ანუ რაც უფრო ჰუმანური NGO-ა, მაგალითად იცავს სექსუალურ უმცირესობებს, ტრანსებს, ასე შემდეგ, აუცილებლად სისხლის დალევას მოიწონს. ეს ხო იმ ბოლო არჩევნებზე ხო დამტკიცა ბიზნეს აივანიშვილმა უბრალოდ თქვა ბოდიში უნდა მოუხადოთო, ას ნიშნავს რომ ნუ რა დათმობებზე ვიწყებთ ლაპარაკს. მოდით დავიწყოთ ლაპარაკი, მაგას ნიშნავს. პირველი ვინ გამოვიდა? NGO სექტორი გამოვიდა. ანუ ნახე, ადამიანები რომლებიც საუბრობენ კონფლიქტოლოგები რაღაც არ არიან დაინტერესებული იმ პოლიტიკურმა ძალამ, მათთვის ოპონენტმა პოლიტიკურმა ძალამ მოაგვაროს ეს საკითხი. და მანდ ხა მე იცი რა მაინტერესებს. მე გეტყვი რომ აი პირველ რიგში შენი აზრი მაინტერესებს. რა უნდა ვუყოთ NGO სექტორს? მე და შენ ვინ ვართ, ისგეუნები რა. არა, იმიტომ რომ წინა გადაცემაშიც სწორედ ამას შევეხეთ. მაგაზე მე სერიოზულად ვფიქრობ უკვე, იმიტომ რომ არა, ნუ კრი, ანუ რატომ ვიცი რომ დივერსიული ძალაა. მართლა დივერსიული ძალაა. თან ეს ხალხი, რომლებიც იქ მუშაობენ, დიდ ნაწილი შევა ვერც ხვდებიან, რომ იყენებენ. ანუ იცი რა არის? დიდ ნაწილი, ანუ მართლა ვერ ხვდება რა. იცი რა არის? პირველ რიგში უნდა რაღაცნაირად უნდა გამოიკვეთოს რა. აი ჩვენ ამას კი აღარ ვაშენებთ, ვაშენებთ ამას. აი ეს რო ითქმება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვიწყებთ ამის აშენებას. აი როგორ ტიპის სახელმწიფო გვინდა, ხო? მე უკვე ავტომატურად ან ეწერები ამაში, ან თამაში გარეთ ახარ. სო, აი ეგრე უნდა იდგეს საკითხი რა. ოღონდ ახლა აქ მეორე შეკითხვაა. აი წინა გადაცემაშიც იგივე ვკითხე და შენ შეგიკითხები. როდესაც დადგება საკითხი როგორი სახელმწიფო გვინდა. აი ამ ხელშეკრულების სოციალურ კონტრაქტს, ხო? ვინ უნდა იყვნენ? ანუ ვინ წარმოგედგენია, ვინ უნდა იყვნენ? აი, ნუ ეხლა ისე ვამბობ რა, შეიძლება ეკლესიის წარმომადგენელი 1, ხო? კიდევ ვინ უნდა იყოს? ბიზნესის წარმომადგენელი 2. კიდევ ვინ უნდა იყოს ამ ახალი სოციალური კონტრაქტი, ვინ უნდა შექმნას? აი, და აქ საინტერესოა ეს კონტრაქტი, რომელსაც ესენი შექმნიან. ექნება თუ არა საერთო ლეგიტიმაცია თუ ეს იქნება რაღაცა არადემოკრატიული. ეს შიშებიც ხო არის მეორე მხრივ. აი შენ როგორ წარმოგიდგენია? არ ვიცი. მართლა არ ვიცი. იმიტომ რომ ან მე დავამბობ იცი რომ შეხედე რა ჩვენთან აკონტროლებს მედიას, ოპოზიცია და აკონტროლებს მედიას NGO სექტორი. აი ფინანსური პრობლემები აქვს, თავარი არხი იხურება. აი ძალიან კარგია. აი ეგეთი შეთანხმება რო იყოს, აი მაგაზე მიფიქრია. ეს შეთანხმება რო ხელისუფლებამ თქვას, ჩვენ გაპატიებთ გარკვეულ ფინანსურ დარღვევებს, მაგრამ რაღაცა შეთანხმება დავდოთ. მე არ მიჯერა რომ ამ შეთანხმებას წამოვიდნენ ეს. არც ამჯერა. არა, ნუ კრიო, უყურე.
განა ის რომ თქვენ არ გამაკრიტიკებთ, მაგრამ იქნება რაღაც სტანდარტები და თქვენ ფეიკებს არ შექმნით, აი ეს კანონი მივიღეთ და შენ დაუჯერთ. თქვენ რაღაცა კულტურა, რაღაცა ზოგად კულტურას დაიცავთ. აი ზოგად კულტურის დაცვა არის ხა მნიშვნელოვანი, მე ძალიან რომელიც მორღვეულია. მნიშვნელოვანი რამეს ვამბობ რა, შეხედე. ბიზნესი აქვს თავის ინტერესები, ხო? აი ხა, ავიღოთ ბიზნესის ინტერესების დამცველი, ვთქვათ, პოლიტიკური იდეოლოგია ლიბერტარიანელები. ლიბერტარიანელები ამბობენ, რომ საჭიროა რომ ჩვენ ვიმოქმედოთ ამ ანგარებიან ინტერესებთან გამომდინარე და საბოლოოში ეს მივიყვანს რაღაც იმამდე, ხო, რაღაც ნორმალურ თემამდე. აქედან გამომდინარე, ან ასე უნდა იყოს, მაგალითად, ეს პრესაც, ხო? და მასმედიაც. და საქართველოს პრესა და მასმედია არის აბსოლუტურად დამოკიდებული ორ მთავარ დაფინანსების წყაროზე. ეს არის პოლიტიკა და ეს არის NGO სექტორი. ამის გამო, აი ხე მე მართლა წინა დღეს ვნახულობდი. მე მახსოვს ადრე IPN-ს ვკითხულობდი, IPN იყო ერთ-ერთი წყარო, რომელზეც ვღებლობდი ინფორმაციას. დღეს IPN-ი შეუძლებელია წაიკითხო. ანუ შეუძლებელია. ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ ანუ იქ არის ისეთი ბანძი ბოდიში შემოყრებებისთვის პროპაგანდა რომ ანუ უბრალოდ გული აგერევა. ანუ მე აი ხა რას გულისხმობ, აი ხა მაგალითად არის რაღაცა თემები, რომელიც ანუ რა თემებიც შეიძლება ნებისმიერი ჟურნალისტისთვის გამختارიყო მაგალითად კარიერის გაკეთების თემები, ხო? რო აი ხა მაგალითად წარმოვიდგინეთ ასეთ რამე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ირკვევა, რომ ცნობილი ჟურნალისტს აქვს რაღაცა გიჟური სექსუალური ცხოვრება. წარმოვიდგინოთ დამგიჟური სექსუალური ცხოვრების აღწერი და აი გაირკვა, რომ არსებობს ვიდეოები, სადაც არის ამ გიჟური სექსუალური ცხოვრების აღწერი ფაქტები, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული ქვეყნის პოლიტიკის წარმომადგენლებს, ცნობილ ტიპებს. რამდენი ვიდეო დაიდებოდა ამერიკაში. ყველა ბლოგერი მაგაზე ილაპარაკებდა. ყველა მედია მაგაზე ილაპარაკებდა. ყველა ტელევიზია მაგაზე ილაპარაკებდა. და უჩაბაშიძე და რამდენი ინფორმაცია დაიდო. ანუ მე არ გაჩვენდა. არც უჩას და არც მის მეუღლეც არაფერს არ ვერჩი. წლების წინ ვიცნობ კიდეზე. უბრალოდ მაინტერესებს რა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესი რო იყოს, ბიზნესი ელემენტები რო იყოს, არ იქნებოდა მაგას საუბარი. რა თქმა უნდა, ნუ ჯერთად და ეხლა არ არის. რატო არ არის? იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკური ინტერესი არ არის. იმიტომ რომ პოლიტიკური ინტერესი არ არის. იმიტომ რომ რაღაცა NGO სექტორი ამბობს რომ რაღაც საერთო ძალა არ დააზიანოს. და ამან ვქრი გააფუჭა, ქვეყანაში გააფუჭა მედია. აი ხა იმ დღეს ვკითხულობდი რა, რომ აი ხა მაგალითად მაინტერესებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წამეკითხა ქართული ვერსიები. ვუსმინე ანუ ლაპარაკი იმას კი არ არის რომ პროუკრაინული გააჩნია ვის უსმენდა არა რას გულისხმობ ტაბლიაშვილს უსმენდა გასაგებია მეტი არავინ არ არის ანუ ქართულ მედიაში ნუ მეტი არავინ არ არის ანუ მე რატო ვამბობ იცი რომ მე გულისხმობ აი მოდი უფრო გასაგები რო იყოს რა არის პრო სახელმწიფო მედია ოკეი გასაგებია ნული პრობლემა ჩვენც მანდ ვართ არის ოპოზიციური მედია ოკეი, ეგეც არ არის პრობლემა. არის შუა მედიაც, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ეს შუა მედია უნდა იყოს რაღაც ესეთი ნეიტრალური, ხო? ეს მედია გახდა მარაზმული. ეს არის პრობლემა. ანუ მე რას ვამბობ, რომ აი IPN-ზე რა არის, იცი? აი მაგალითად, შედიხარ IPN-ზე. კითხულობ ინფორმაციას. IPN-ს შეიძლება ქონდეს საკუთარი პოზიცია და ეს პოზიცია შეიძლება იყოს ოდნავ გადახრილი. მაგრამ არ შეიძლება ეს პოზიცია იყოს ისეთი, რომ არ იკითხებოდეს. და ყველაფერი ეგრე, აი ხა მაგალითად აი ხა მე მახსოვს ხა ბავშვობაში ვკითხულობდი კვირის პალიტრას. თითქმის 5 წლიანი შესვენების შემდეგ 10 დღის წინ ვიყიდე. შეუძლებელია წაკითხვა. ანუ შეუძლებელია უბრალოდ რა. ეს არის აი რაღაცა აი ყველაზე შიზოფრენული ნაცი ან NGO-შნიკების გაზეთი, რომელშიც არის რაღაც პარანოიები იდეაში. და ამან უკრი გამოიწვია ისო რაღაცა შუა აღარ დარჩა ქვეყანაში. ხო, შუა არ დარჩა. მაგრამ ნახე, აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რა. მათ შორის, ნუ მოდი, თვითკრიტიკულებიც ვიყოთ
რუხაძე იყო ახლა მისული გირჩთან. გირჩთან რასაც ეუბნებოდა სწორე იყო, იმიტომ გირჩთან იყო მისული. ეუბნებოდა ჩემი ბიზნესიაო და რა პოზიციაზე მინდა იმ პოზიციას დავიჭერო, რა გინდავთ? არა, ეგ ნუ გასაგებია. არა, ნახე, ეს იმ სისტემა, ეგ ლიბერალურ სისტემაში ჩემთვის გასაგებია, რომ კერძო საკუთრება და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მაგრამ აქ ეხლა ლიბერალიზმისა და დემოკრატიის კონფლიქტი სახეზია რა. და რას გულისხმობ? აგერ გვარამიას როგორიც უნდა ისეთი გააკეთა. იქ ხაზარაძეს როგორიც უნდა, ნუ გრიგოლი პირველი ისეთი არის. იმას როგორიც უნდა ესე აკეთებს. საქმე ესე რა არის, რომ დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს რაღაცა კულტურის გარეშე, შეთანხმების კულტურის გარეშე. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერზე უნდა იყო შეთანხმება, მაგრამ საბაზისო კულტურულ რაღაცეებზე, მაგალითად იმაზე, რომ რაზეც მაკრიტიკებ, ფეიქი ადვილად მინიმუმ მაგაზე ხო შეიძლება შეთანხმება, ადვილად გადამოწმებადი ფეიქი არ უნდა იყოს. ნუ ყურე, ხო? მეც რა მეტაცებს. აი ხა, ძალიან მარტო რამეს ვამბობ რა. მე ძალიან ვაფასებ დასავლეთის ძალას თავს მოახვილოს ჩვენაირ ქვეყნებს რაღაც აზრი. ანუ რას გულისხმობთ რა? დასავლეთმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ჩვენ გავუკეთა არის აზრი, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს არაფერში. ოღონ მათ ეს არ ეხება. ანუ რას გულისხმობ? დასავლური სახელმწიფოები საქართველოში აფინანსებენ მედიას. ოღონ ჩვენ არ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ანუ მაგალითად შეუძლია რომელიმე ევროპულ ქვეყანას, რომელსაც ჩვენზე შეუდარებლად უფრო მეტი ფული აქვს. ჩვენთან აფინანსოს მედია, რომელთაც მის ინტერესები იქნება გატარებული. ოღონ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს ისეთი აზრი ჩაგვინარგოს, რომ ამის უფლება არ გვაქვს. პლუს ამას ემატება, რომ ქართულ ბიზნესს არ აქვს ამის ტრადიცია. რომ ან ქართულმა ბიზნესმა არ იცის, მაგალითად როგორ დაიცვას საკუთარი ინტერესები. ანუ რას გულისხმობ რა, აი ხა. როგორ არის ეს პარლამენტში შევადა? ხო, ოღონდ ეგ არ არის მარტო დაცვა. ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ აი ხა მაგალითად მე არ წარმომიდგენია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ ადგილობრივი ლობიზმია. ჩვენ და ლობიზმი კანონითაა გაწადული მგონი. ხო, ერთ-ერთი პრობლემა. შეიძლება პრობლემა არ ვიცი. ხო, ნუკლე, მაგრამ მე რას ვამბობ, იცი? ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცები ხდება რა. ყურე, რუსეთთან რომ დაიწყო ეს ცნობილი კრიზისი, როდესაც უკრაინასთან სამხედრო მოქმედებები დაიწყეს, რუსებმა ქართულმა NGO-ებმა მოითხოვეს, რომ ჩვენ გამოგვეცხადა ემბარგო და არ შეგვეტანა ქართული ღვინო რუსეთში. შენ წარმოგიდგენია, რომ აი ფრანგმა ბიზნესმენებმა თქვან, რომ ჩვენ არ შევიტანოთ ღვინო ამერიკაში, იმიტომ რომ აი ტრამპია ხელისუფლებაშიო. წარმოგიდგენია, რას უზამენ იქ აი მაკრონმა რო ეგ თქვას, ხო ფრანგული ბიზნესი ხო შეჭამს NGO სექტორის დახმარებით. ხო, ანუ ეგეც ხო არის. იმიტომ მე იქ ვამბობდი რა, რომ იმას დაგას გირჩი. ხო, არა, ნახე, ჩვენთვის გასაგებია. ამერიკული ბიზნესი ეს არის ბაინს ისეთი ბიზნესი, რომელიც აყალიბებს კორპორაციებს. ანუ ორგანიზებული არის, სხვადასხვა ბიზნესმენი არის ჩართული, არის მოლაპარაკებების შეთანხმების, კოლექტიური დაცვის მექანიზმების, დიდი ლობიზმის, ანუ რაღაცა ტრადიციებზე დგას. შენი ბიზნესი ეგეთ რაღაცებზე არ დგას. მაგიტომაც შენ ბიზნესმენს უწევს თვითონ შევიდეს პარლამენტში. აი ხაზარაძემ რას გააკეთა ახლა, ხო? აი კლასიკური მაგალითი. კი, არა, ლოკურია, მაგრამ თვითონ შევიდეს, თვითონ შექმნას პარტია, თვითონ შევიდეს იმაში პარლამენტში რა. ვიდრე მან შექმნას რაღაცა NGO, ის გააკეთოს, ეს გააკეთოს, ბევრი ის გააკეთოს. არ აქვს ამის ესეთი ტრადიცია, გამოცდილება. აი ლიბერტარიანიზმის ახლა რატომ არის გირჩი პრობლემა საქართველოში? ლიბერტარიანიზმის ბიზნესი როგორც წარმოუდგენია, ესა ველური დასავლეთის ბიზნესი. და საქართველოში ბიზნესი იმდენადაა დამოკიდებული თუნდაც ტენდერებზე, იმდენადაა დამოკიდებული სახელმწიფოზე, ხო? იმდენადაა დამოკიდებული უცხოურ სახელმწიფოებზე, NGO სექტორზე. მას რო ელაპარაკებენ მინიმალური სახელმწიფო, მას გონია რომ ესე იგი არ ექნება მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. არაწყობს, ანუ მაგას ვერ ხვდება გირჩის სიამდვილეში, რომ ქართულ ბიზნესს ჭირდება სახელმწიფო და პირიქით არაწუხებს სახელმწიფო. კიდე იცი რა არის გირჩის სიამდვილეში იგივე თემას ვაგრძელებთ რა, რომ გირჩი იქცევა ისე რომ ის ქართულ სახელმწიფოს ასუსტებს და არ ითვალისწინებს რომ ცხოვრობს სამყაროში, სადაც სხვა სახელმწიფოები არსებობენ.
რომლებიც მის ინტერესებს ატარებენ. ხო. ანუ ჩვენ პრობლემა რა იცი? ქართული გიჩის პრობლემა, რომ იარაღს მისე მე მოსახლეობას და არა, მაგრამ მე სამწ რომ ოკეი, გასაგებია რომ ქართულმა სახელმწიფო მართლა ობიექტურად უნდა დაიცვას კონკურენციის პირობები, მაგრამ სხვები რო არიცავენ. ან ევროკავშირი რო არიცავს მაგალითად, ან ამერიკა რო არიცავს მაგ ინტერესებს, თურქეთი არიცავს, თურქეთი რო არიცავს, აზერბაიჯანი რო არიცავს. ანუ მე სულ მეცნი მაგრამ აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. მე მახსოვს რომ აი ანუ მათ შორის ქართული ოცნების წევრი ამბობენ რომ ეხ ჩვენ ახლა უნდა მოახდინოთ დავშოთ რაღაც სახელმწიფო კომპანიების რეალიზაცია და მიუყვდათ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას. ანუ ლოგიკას ვერ ხვდები ხოლმე ეგეთ რაღაცეებში რა, რომ იმიტომ რომ აი ხო ხვდები რა, რომ ხო თუ სახელმწიფო კომპანია არის არაეფექტური, მე არა ვარ დარწმუნებული რომ აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანია ქართულზე ეფექტური იქნება. მაგაზე არა ვარ ახლა დარწმუნებული, აი სუფთა ლოგიკიდან გამომდინარე. თუ ხო ხვდები რომ კი შენ გინდა რაღაც პრიორიტეტი არ შემოიყვანო სხვა სექტორი, სხვა კომპანია, რომელსაც უკეთესი მართვა, გამოცდილება, ტექნოლოგიები. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია, ან ყაზახური, ან რუსული უკეთესი იქნება? ხო და ეს რაღაცებია, რაც იდეაში ნუკრი ჩვენ გვიშლებს ხელს, იმიტომ რომ აი ხა გირჩმაც სიამდვილეში, ანუ შეხედე რა, რომ ჩვენ ახლა ვართ ქართულ პოლიტიკაში არის ერთი ძალიან საცილო თემა რა. მაგალითად, მე ადამიანს რომელიც რაღაც მემარცხენე-ტრადიციიდან მოვდივარ და შენს რომელიც მემარცხენე-ტრადიციიდან მოდიხარ ხოლმე. როგებულობ რომ სამყაროს რომ მართავ ხოლმე. ხო, არის ხოლმე რომ აი რო უსმენ ხოლმე აი მასკს და რაღაცებს რომ უსმენ ხოლმე რომ აი აღმოვაჩენ რომ აი სამყაროს მართავენ მემარცხენეები. და ხვდები რომ სხვა მემარცხენეებზე ხო ლაპარაკი სამდაში. რომელიც შენ ამდენ კავშირი არის, მაგრამ შენ არ მოგწონს, ხო? ასევე არის გირჩის შემთხვევაში, საცილოებში, რომ გირჩს ვინც წარმოუდგენია რომ რაღაცები ხდება, ეგეც ხო არ არის რეალობაში რა, იდეაში, იმიტომ რომ იცი რა არის, აქ ყველაზე ეგ შეკითხვები უნდა დავსვა მაშინ, ლოგიკურად გადავდივართ. რეალობის სურათი. რეალობის სურათი ვისა ყველაზე მეტნაკლებად ობიექტური. ის რომ ესე იგი ყველას დამახინჯებული აქვს ეგ რეალობის სურათი, ეგ უკრაინის ომში ჩანდა. დასავლეთის ხედვაც არასწორი აღმოჩნდა უკრაინის ომთან დაკავშირებით დასაწყისში და არც რუსეთის ხედვა არ აღმოჩნდა სწორი. უკრაინელების ხედვა რო არ აღმოჩნდა, ეგ თავისთავად თავს უკვე ცხადია. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ ერთ რამეს. მე ვკითხულობ მართალია ნათარგმნი იყო და რამდენად სანდუა ეს წყარო არ ვიცი, მაგრამ ჩინელების ის იყო დასკვნები იყო უკრაინის ომთან დაკავშირებით. და ეგეც დასკვნები იყო რა, რომ ნუ მოკლედ ჩინელებმა მიიღეს ეს როგორც საკუთარ თავზე დარტყმა. ისა უკრაინის კონფლიქტი როგორც ცდელობა რომ დაარტყა და როგორც ცდელობა რომ ის მოეხდინა. რუსეთის გავლით, ნუ ჩინეთზე დარტყმა იყო და ახლობთ ესე აღიქვეს. აღმოჩნდა რომ ყველაზე ესეთი რაღაცნაირი დასკვნები. ეხლა მაშინ მეორე შეკითხვა დავსვათ. რატომ აღმოჩნდა რომ ჩინური დასკვნები ყველაზე ესეთი ობიექტური ესე ვთქვათ რა. ჩინელებს არ აქვთ ამოცანა რაღაც იდეოლოგიურ გავრცელონ სხვაგან და მათი ამოცანა არის რომ მათი ანალიტიკური ცენტრები მუშაობენ არა იდეოლოგიის გავრცელებაზე, არამედ რაღაც რეალური სურათებისა და სტრატეგიების შექმნაზე. ჩვენი ინსტიტუტების ამოცანა, უნივერსიტეტი იქნებოდა ინსტიტუტები, NGO-ები, რაღაცეები, იყო რაღაც რელიგიური შინაარსიც იყო, რომელსაც არ ქონდა მიზნად რეალური სურათის დანახვა. ჩვენ შესახებ, აი რო ვკითხულობ, აი დასავლურ პრესაში რო ვკითხულობ, ჩვენ შესახებ. აი გონია რომ აბსოლუტურად სხვა საქართველოზე წერენ, აბსოლუტურად სხვა რეალობაზე წერენ რა. ნათელია რომ საქართველოზე წარმოდგენა არის იმდენად დამახინჯებული მათ თვალში. არ შეესაბამება აი ამ რეალობას და ეს მე მაიჭობს იმას რომ ესე იგი დასავლურ ინსტიტუტებს აღარ აქვთ უნარი რაღაც გეოგრაფიულ არეალს რო გაცდები იმ დანარჩენ არეალში ადეკვატური ისინი კონდეს. გუშინ მოვარაგებდი ჩემს მეგობარს, გიაბა მოკითხა და რომელსაც გერმანიაში ცხოვრობს რა და მას რაღაცა ვკითხე რომ მეთქი ხანდახან ეჭვი მაქვს რომ აი გერმანული რო არ ვიცი მეთქი იმიტომ ვერ ხვდები ალბათ დავშოთ გერმანიის მწვანეთა პარტიას რატომ მომწონს ხალხს
ხო და მითხრა რომ გერმანული რო იცოდეო, უფრო მეტად არ მოგეწონებოდაო რა და ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ნიშანი რომ დასავლეთში რაღაც ვერ არის კარგად არის ის პოლიტიკა რაც აქვს დასავლეთის მონარქეთთან. და მე მართლა ვერ ხვდები ხა უარყოფა? არა, საერთოდ ანუ აი რასაკეთებს დასავლეთ რომ აი მაგალითად აი რა სჭირდება უკრაინასთან ომი. ან მაგალითად ვერ ხვდები ხო. უკრაინა ომის გაგრძელება რა. ან საერთოდ აი საერთოდ ვერ ხვდები მაგალითად დასავლეთი თუ ის თulis რო არის რაღაც ესეთი რა ჰუმანური იდეებიდან გამოდის, კაცმოყვარე იდეებიდან გამოდის უკრაინულ ფაშიზმში ამოწონს. მართლა მე აი მემარჯვენეები ერთ-ერთი დასაყრდენია რა. ხო, მაგრამ ანუ ხო, ეგ ხო, მაგრამ მე რას გულისხმობს რა ეხლა მაგალითად რა ვიცი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას უკრაინულ ფაშიზმში ამოწონს. მართლა ვერ ხვდები, იმიტომ რომ რა ვიცი იმიტომ რომ არ უყურებენ ხო არა ხო იდეოლოგიურად უყურებენ ძალიან რაღაცა ხო იმიტომ რომ ხაცა ამოცანების დაკავშირებით ხო რა ამოცანებიც ჰქონდათ იმ ამოცანებიდან არა უბრალოდ რა ამოცანები ჰქონდათ გერმანელებს ამოცანები ჰქონდათ მე ანუ ამერიკელებს ჩემთვის გასაგებია კი ანუ მე რას ვამბობ ეხლა წარმოვიდგინე რა რომ აი ყველაზე საცილო ამბავია ბოლო პერიოდში გავიკერო 29 იანვარს ესტონეთი და კიდე ორი საწყალი სახელმწიფო რო არის ერთად გამოიყო ანუ ბელორუსეთის ენერგეტიკულ სისტემას და ეს აღნიშნეს ზეიმით მეორე დღეს ელექტროენერგიის ფასი გასამაგდა ანუ გამოიყვნენ და ჩაერთნენ ჩtildeო ევროპულ ენერგეტიკის სისტემაში ანუ ერთს გამოიყვნენ და ჩაერთეს მეორეში და ფასი გასამაგდა და ზეიმობდნენ დღემდე ზეიმობენ. ანუ წარმოიდგინეთ რომ ჩვენ რო ვიხდით ახლა რა ვიცი 23 თეთრს. რომ ხვალ გავუძოთ და 65 თეთრი ქონდეს კვადრატული იმასე 1 კილოვატზე 1 კილოვატზე გადასახდელი. ხო არ არის ნორმალური. მაგრამ არ ვიცი რა. მაგრამ კაი ეს შეიძლება მოგება წაგებაზე მნიშვნელოვანი რაღაც სიმბოლოებია და მე მესმის რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე სიმბოლოებს ჰქონდეს მნიშვნელობა. ეგ ახლა საბჭოთა კავშირის ცოდნე ადამიანმაც უნდა იცოდეს რომ ეგეთ ნაბიჯებს საბჭოთა კავშირის დგავდა რაღაც. ეთანხმები, მაგრამ მე სხვა რამეში ვამბობ. შეხედე შენ ხო შენ დარწმუნებული ხარ რომ მაგრამ პრინციპში ცრამდე მეკითხარ შენ დარწმუნებული ხარ რომ მეთქი ფიქრობ მოსახლეობას იმასაც გასამაგებული დენის გასახადი მოვა მოყოლი იქნება მეთქი და ალბათ იქნება არ ვიცი აი ნახე არის რამოდენიმე სტრატეგია გადარჩენის რა და საქართველოს გადარჩენის სტრატეგია უბრალოდ მოდი გადარჩენას არ დავარქოთ საქართველოს რაღაცნაირად დომინაციის აი ქართული დომინაციის სტრატეგია არსებობს ესეთი იტალიური ქალაქ სახელმწიფოების სტრატეგია, ვენეციის სტრატეგია, როდესაც პატარა სახელმწიფოებს შეუძლია დიდ სახელმწიფოების ჯაბნა. ამას შვებიან რითი? შვებიან იმით, რომ ბაზარზე აქვთ გასაღები და მეორე შვებოდნენ რითი, რომ ყველგან ყავდათ, ყველა სამეფო კარზე ყავდათ, მათ შორის თრულ სამეფო კარზეც ყავდათ საკუთარი ეს დიასპორა, ესე ვთქვათ, გარკვეული დიასპორების სტრატეგია. აი, ჩვენთვის ესე იგი ნათელია, რომ ქართველები ამას ვერ შექმნიან. რატო ვერ შექმნიან? გარკვეულ დიასპორა. რომ ხავს ჩვენი ემიგრანტები აძლევენ ისეთ პროექტებს, ისეთ ადამიანებს ხმებს, რომელიც საქართველოს გადარჩენას არ ემსახურება. საერთოდ არ ემსახურება საქართველოს გადარჩენას. ას მოლდოველებს არ აყავთ ეგეთი იმიტომ რომ მოლდოვა ემიგრანტებმა გასაგებია დასავლეთში წასულ დაღუპეს მოლდოვა რეალურად. ესე იგი სამჯერ ჩამოგრჩება დღეს ვიდრე ჩამოგრჩებოდა ომამდე, ხო? მოლდოვა. ანუ იმის გამინდა რომ რაშია პრობლემა მე ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, რაშია პრობლემა? აი სად არის ეგ ჩავარდნა, რატომაც ვერ იქნება რაღაცა კოლექტიური აზრი, ესე ვთქვათ რა. ოკეი. არ წარმოებთ კოლექტიურ აზრს. ძალიან მარტივია, შეხედე. ჩვენ მე არ მყავს შენიცი კონსპიროლოგია. შენ ამაღლებენ მასთან ბევრჯერ მეთქონს.
მაგრამ ძალიან რთულია აწარმოა აზრი, როდესაც სკოლის ისტორიის წიგნებს გიწერენ ისეთი NGO-შნიკები, რომლებსაც რაღაც კონტროლებენ. კარგი წერენ. ხო, გიკონტროლებენ რა, რომ რაღაც თემები, რომელზეც უნდა ილაპარაკო. ქვეყნის მედიას დღის წესრის გიდგენს ასევე რაღაც დასავლური ან ვიღაც ინტერესების მქონე ხალხი და ძალიან რთულია ინდიაში რა, მართლა რა. აი ხა უკრაინის მაგალითი აიღე რა, რომ უკრაინელები დაარწმუნეს ოფიციალურად, რომ ისინი არიან რაღაც გამორჩეული გენის მქონე სლავები, რომელსაც თუ მთავრობა არ მოსწონთ, გამოვარდებიან და მთავრობას გადააყენებენ. რომ ეს მთელი ანუ უკრაინელების თვითწარმოდგენას სლავი ფრანგები. ხო, რო შეხედო არიან სლავი ფრანგები, რომელიც რუსებისგან განსხვავებით, თუ მთავრობა არ მოწონთ, გამოდიან და მთავრობას დაამხობენ. ეხლა ირკვევა, რომ ყველა მთავრობის დაამხობა ძალიან დიდი ფული იყო დამჯდარი ამერიკის მიერ. ნუ პირდაპირ მაიდანი დაჭდა 5 მილიარდი დოლარი. 5 მილიარდი დოლარი. ხო. ანუ მაგას ვამბობ რა, რომ ნუ კრია რომ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იდეაში რა. მე მართლა ვფიქრობ რა ასეთ რაღაცებს რა, იმიტომ რომ შეხედე როგორ არის ეხლა გავიგეთ. მოდი ესე ვთქვათ, ის რომ კრიტიკული აზრი ამ NGO-ების მიმართ, ამ გადატრიალებების მიმართ, რომელიც რევოლუციას ვარქმევდით, ხო? ეს რომ კრიტიკული შეკითხვები გაჩნდა ჯერ ისეთი რაღაც გამოცდილების გამო, არსებობს. და მე მომხრევ ამ ომის გამო, იმიტომ რომ ნახეთ, რომ ანუ უკრაინის ომი რო არ ყოფილიყო, ეს პროექტი გაგრძელდებოდა ჩვეულებრივად. კი. და მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეხლა საქართველოს მშვიდობიან იქნებოდა დღეს. უკრაინა მაჩვენა ერთი რაღაც ამ პროექტების, რა, ანუ ძალიან ეგზისტენციალური რაღაცაა ჩვენა, რა, რომ გინდა თუ ანუ ქართულ ადამიანმა დაცვა შეკითხვა, მინდა თუ არა სიცოცხლე. ძალიან მარტივი შეკითხვაა. თუ მინდა სიცოცხლე, მაშინ რაღაცა სხვა გზით უნდა წავიდე, რა, რადიკალურად სხვა გზით უნდა წავიდე. ხო და სიცოცხლემ რაღაცნაირად გაიმარჯვა და დაიწყო გადაფასება. ეხლა შენ ციცი ძალიან კარგად რომ ლიბერალის შორდებით რა, ხო იგრია. მაგრამ სად მიდივართ არ ვიცით. კი, ეგრეა. მაგრამ რატომ არ ვიცით? იმიტომ რომ აი უბრალოდ ეს სიცოცხლის თვითგადარჩენის იქით და უბრალოდ ხელი უკარეთ ლიბერალებს და დისტანციაზე აღმოჩნდა, მაგრამ არ გვიფიქრია, სად უნდა წასულიყავით, ამის შემდეგ რა ნაბიჯი ყოფილიყო და ასე შემდეგ. სულ მაინტერესებს, აი ახსოვს, სხვა შორის ერთად ვიყავით კონემ შეხვედრაზე, თუმცა ჩვენ ერთ-ერთ მაღალ ჩანასაც მოვკითხე. ანუ ევროკავშირში რო შევდივართ მეთქი, რა ბენეფიტები გვაქვს, ან რა დათვლილია თუ არა. არ იყო დათვლილი. არაფერი, ანუ არ იცოდე. ანუ უმაღლეს ხო აქ უმაღლესი ძალიან მაღალი ეკონომისტია საუბარი. ხო, ტოპ ერთ-ერთი იმაზე. რომელმაც ევალება იდეაში. ევალება დათვლა, რას მივიღებს სასარგებლოს ევროკავშირი, რას დავკარგავთ და არ იყო დათვლილი ეს. ხო და მაგას ამდა, რატო იცი? ეს არის რაღაცა ხო ხდები რა, რომ აი ეგ არის იგივე პონტი, რომ აი ბავშვად შუა საუკუნეებში. გეკითხა რომ აი რატო ვართ მართლმადიდებლები? არა, იქ გასაგებია, კაცო, მართლმადიდებლები რატო ხარ? პასუხი იყო ძალიან ხო, აი გასაგები. იქ ოქური იყო. არა, იმიტომ ანუ რატომ ამოფ ნუკრი იცი რომ მე მართლა გეუბნები რა, აი ამდენი წელი გავიდა, არ ვიცი რაღაცებს პასუხი. და მეცაც გეტყვი რა, ჩვენს კულტურაში მე არ გამიგია, ვინმე თქოს არ ვიცი რაღაცას. და აღმოჩნდა რომ მართლა არ ვიცი რაღაცები რა. არ ვიცი ირაციონალური კულტურა ვართ? კი ვართ. ანუ მეცაც გეტყვი რა, აი ყველაზე საცილო ამბავი. თუ გახსოვს შენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნაცებს ჰქონდათ ასეთი თემა, ვინ დაიწყო ომი. ხო. და მთელი 10 წელი მიდოდა მაგაზე ლაპარაკი. 2022 წელს გაირკვა, რომ ომს არავინ არ იწყებს. რუსებმა ამიტომ მოიფიქრეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რომ გაეროს ერთ-ერთი ფაქტურად წესდების თანახმად ომს ვინც იწყებს არის აი ყველაზე ცუდი სახელმწიფო. ამიტომ არც რუსეთს დაუწყია ომი, არც საქართველოს დაუწყია ომი, არც უკრაინას დაუწყია ომი. ამიტომ არის რომ ყველა იფიქრებს რაღაცას შიზოფრენულ სახელებს. ამ წარმოიდგინე, რომ ჩვენ ისეთი არაკომპეტენტური ქვეყანა ვართ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი მინარებდა იმაზე, რომ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს და აღმოჩნდა რომ ომი არავის არ დაუწყია.
ის იყო რუსეთისთვის, ის იყო ესე იგი საქართველოს იძულება მშვიდობისთვის და ჩვენთვის არც ვიცი რა იყო იდეაში. თავიდან კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ეგ თქვა იმან ხო, იმარ თქვა. შემდეგ იყო უკვე არაფერი მოგერიება ოკუპაცია. ხო, ანუ მაგას მომდა. წარმოიდგინე რომ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, მართლა გვაქვს რეალურად რაღაცნაირი. თუნდაც პრობლემა. ანუ მთელი ქვეყნის ანუ ოპოზიციური პარტიის თავარი იდეოლოგია იყო აგებული, მას ვინ დაიწყო ომი და ამით გაშავებდნენ. და სიამოვნებაში პასუხი იყო რომ მე არ დავუწყია. იცი რა არის? შენ გერევა ერთმანეთში არის პოლიტიკური რიტუალი, მასკარადი. მასკარადი, რიტუალი არის მასკარადი. ეს იყო პოლიტიკური მასკარადის ნაწილი. გეთანხმები, ნუკლი, მაგრამ მე არ გამიგია არავისგან. მათ შორის, კაი მე პატარა ვიყავ მაშინ შედარებით, არც მაგრამ ნახატავს გავიშტერებ. მაგრამ მე არ გამიგია ცოდნე ხალხისგანაც კი ეგ თემა. ხო. გაგიგია შენ? არა, აი ხო. აი მან ეგ არის თემა რომ ეს რო ყოფილიყო რომ გამოსულიყო და ეს რო ყოფილიყო რომ აი ეს არის რაღაც ნუ ძალიან მარტივი რა ჩვენი ინტელექტუალური კლასის უსუსურობა არის უსუსურობა მივიყვანა აქამდე. კი მივიყვანა აქამდე. ეხლა გამბედაობა არ ყოფილა, აი დღემდე გამბედაობა ეხლა უსვენდით ხო? რომ სახელგვარი არ ვთქვათ უბრალოდ ტიპმა თქვა ეგეთი რაღაცა ამერიკის რეზოლუციაზე გაეროში რომ ეს ამერიკის კი არ არისო ტრამპის რეზოლუცია არისო რა ანუ იმის გამბედაობა გეყოს რაღაცები თქვა მაგ ჯერჯერობით ამას რა გამბედაობა უნდა შენი ვალდებულება თუ ინტელექტუალური ქვია რომ რაღაცებს სახელი დაარქვა კი ბატონო და არ შეგეშინდეს ის რომ რაღაცა იმას როგორ გაიგებენ სხვა შენ უნდა თქვა და ეგრეა შეიძლება არა ნუ თუ შენ თანამდებობის პირი ხარ მაშინ მესმის რომ მაგის საშუალება არ შეიძლება არ გქონდეს იმიტომ თანამდებობის პირ სხვა რაღაცეები ჭირდება მაგრამ შენ თუ ინტელექტუალი ხარ აი ხა ძალიან მარტივად ვსაუბრობ ჩვენ ორივეს ყავს Facebook-ში ძალიან ბევრი ქართველი ეს ვთქვა აკადემიური სივრცის წარმომადგენლები რამდენი ტიპი იცი რომელსაც არ შეშინებია სტუდენტების განკიცხვის და ან დაუფიქსირებია აზრი რომელიც არ იქნებოდა მის რაღაც შტერ სტუდენტებზე მორგებული მე არ ვიცი ასეთი არიან კი რატომ არა მე მომდის აი მასიურად აი როგორც წესი აი დიდმა რუსმა ხალხმა რომელსაც რაღაც კომპეტენცია აქვს შენ ახლა ამ საუბრობ ძალიან სპეციფიურ საკითხებზე ესე იგი ჩემ სფეროს ნაკლებად ეხება ეს შენს ხომ არ მემოყვა შუთა ანუ არა ისტორიის გარდა სხვა სფეროებს გულისხმობ რა ახლა იმიტომ რომ აი ხო ანუ მე ატომობ უკრეც რომ შეხედე რაღაც აი ალბათ ჩემი აზრით მოდი ჩვენ საუბარს შევძამთ რომ რაღაც ის დრო მოვიდა რომ ვიღაცებმა უკვე დაიწყონ თქმა რაღაცეების აი ისეთი რაღაცეების რაც მათში არ მოგვეწონოს ხო მე ეს ჩემსაც ვიტყვი მე მგონია რომ საქართველოში რაციონალიზმის დეფიციტი იყო რაღაცა ისეთ საკითხებზე ანუ ჩვენი ტვინი იყო ისეთ რაღაცაზე გადართული სულადარებ ხოლმე კონსტანტინოპოლის რო ალყა ქონდა შემოწმებული და ანგლოზებზე საუბარი ხო ნუ ნემსვიწერზე რამდენი ანგლოზი დაეტოვა აი დაახლოებით ეგეთ პოზიციაში ვიყავით არაერთხელ კი ბატონო ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში და იმიტომ როდესაც აი რაღაცა რა გვიქნეს ახლა ისე რომ დავფიქრდეთ რა გვიქნეს და როგორი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით აბსოლუტურად ირაციონალურები და ვერ გადავლეხეთ რაღაცეები. ესე იგი, გამოყარეს რაღაც ტერიტორიებიდან, ეთნიკური წმენდა მოაწყეს, შვენი, აი ეთნიკური ხალხი მოგვიკლეს, გამოყარეს ეთნიკური წმენდა ჩვეულებრივი. ის მოხდა, რა ქვია, ბანდიტიზმის არ აღმოჩნდა არც ერთი საზოგადოებრივი ძალა, რომ ამ ბანდიტის შეწინააღმდეგებოდა და ქვეყანაში რაღაცეები მაინც გადაერჩინა, ხო? და გონება იყო რაღაცა სხვა მიმართულებით დაკავებული, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით იყო დაკავებული. იმ დროს, როდესაც ახლა მე წარმომიდგენია დაახლოებით ეგეთი გამოწვევების საფრთხის ქვეშ რო ყოფილიყო, მაგალითად მე ძველებრალებზე არ ვამბობ, ეხანდელებრალებს გულისხმობ, აბსოლუტურად სხვა მობილიზაცია იქნებოდა. აუცილებლად. და არა, მე აი ესეთი ის აი ახლა რო იყოს კიდე ესე საფრთხე, რომ სხვა ტერიტორიები აი ეგეთი საფრთხე რო არსებობს, სხვა ჩვენი კუთხეებიდან ეთნიკური წმენდა რო პოტენციალში შეიძლებაოდეს.
მე არ მჯერა რომ ისეთი მობილიზაციის უნარი გვაქვს ეხლაც კი ოღონდ ნუკრი მან ყველაზე ესეთი ცინიკური ცი რა არის თუ რუსეთის საწინააღმდეგო თემა იქნება მაშინ იქნება მობილიზაცია სხვა ნებისმიერ ქვეყანაში იყოს საფრთხე არ იქნება ხო და ანუ ხო ხტები რა რომ ანუ მანდაც მობილიზაცია დამოკიდებული იქნება ამ NGO სექტორს და ვიღაც სხვა ქვეყნის ინტერესებს რა გავლენა იქნება ამაზე აი რა აღმოჩნდეს რომ მაგალითად თურქეთის ინტერესია ხო დაგუპლები ვართ ან წარმოიდგინე ამერიკის ინტერესი რო იყოს აი მე სულ მაგალითად ერთხელ მახსოვს ჩემს მეგობრს ვენებოდი რომ ძალიან საცილო ამბობს რომ წარმოიდგინე რომ აფხაზებს ამერიკაში ყოლდათ ლობი მეთქი ხო ნუ ხო არა ხო მაგას ხო წარმოიდგინე რომ აი ქუთაისაც მიიერთებდნენ ხო ისე რომ რაღაც ეს იქნება სხვა სახელმწიფო იქნებოდა და არა ბევრად უფრო საშინელი ხო და იმის თქვა მინდა რომ ეხლა აი ორათავარ გაყოფილი იმიტომ რომ ეხლა რასაც ხედავ ამ პერიოდში მაინც ჩვენ პოლიტიკურ კლასს აღმოჩნდა მაინც ალღო რომ იმ წინააღმდეგობები პირველად აი მე ეხლა ესე ვხედავ რომ პირველად გადავლახეთ რაღაც ისეთი წინააღმდეგობები ძალიან რაციონალური ბუნებით აი დაპირისპირებას თუ აკვირდები ოცნების კობახიძის მათ შორის ხო რა ენით ელაპარაკებდნენ რაციონალიზმის ენით ელაპარაკებდნენ და ვერაფერ დაუპირისპირდნენ რაციონალიზმს და აქამდე მიიჩნეოდა რომ რაციონალიზმი ქართული რაციონალისტი არ არის და პირიქით არის და ეხლა ეს რომ მოხდა ემოციული სამხედრო მომენტი რომ მოხდა რომ საზოგადოებამ რეალურად დაუჭირა მხარი იმ რაციონალურ ახსნებს რაც შემოგთავაზა და ამ რაციონალიზმის გარდა იმ ენას ну глобалური ომის პარტიის შიგნით რა ეციმალებოდა ყველამ კარგად ვიცოდით სიამდვილეში რა ხო ხა ну და ამას დაუჭირა მხარი ეს ნიშნავს რომ რაღაც რაციონალიზმის ელემენტი გაჩნდა ქართულ საზოგადოებაში პირველად და მე სწორედ ეს მინდა რომ ეს იყოს ჩვენი ტრადიცია ნუკლი ანუ მე რა მინდა იცი შეხედე მე მინდა რომ ამას პროცესები მოყვეს რა რომ გაგრძელდეს რომ ჩვენ რაღაცებს დავიწყოთ ფიქრ რაღაცებს გავაანალიზოთ რა რაღაცებზე თქვა რომ არ ვიცი რაღაცებს ვისწავლოთ რაღაცა დონე გაიზარდოს რა ანუ დისკუსიის დონე შემოვიდეს იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდში ჩვენ მაყურებელს ვკითხოთ რა ბოლო პერიოდში სადნახეთ რამე დისკუსია რომელიც საინტერესო იქნებოდა მელია და გირჩი 50-იანი წლებია ომის პერიოდი და ყველაფერს არა მართლა მე რა მინახავს ოქროში პარალდი ანუ მეცაც ვამბობ რა თუ პოლიტიკოსებს არჩეულიათ აი ანალიტიკოსები ინტელექტუალები ისინი ვინც არ არიან მაინც და მაინც პარტიული ცხოვრებით დაინტერესებული მან დახმარე ახლა რა საფრთხე აქვს მაგას გამოთქვამ აზრს და აუცილებლად შემოგივარდებიან ანგაჟირებული შუასაკის ქალების არმია რომელიც ანუ მართლა ფსიქიკური პრობლემებს მქონე ხალხი და დაგიწყებენ შეურაცხყოფებს. ხა ეგეთი ეგ უნდა გაუძლო მაგას. იცი რა არის? ესეთი ადამიანების კატეგორია ჩვენ უახლეს ისტორიაში ყოველთვის იყო. მაგრამ ხო ვის ყვაზეიული ხო ამას რა დიდი მნიშვნელობა. არა, უკვე რა შეხედე უკვე უნდა შეგვეძლოს ჩვენ რა. რაღაცები თქვა რა. ანუ ჩემი აზრით ესე ჩამოსაყალიბებელია, იმიტომ რომ ჩამოსაყალიბებელი ანუ ბევრი შეხედე როგორ არის რომ ჩვენ საბჭოთა კავშირი დაიშალა, საბჭოთა კავშირში ყავდა ცენტრი, რომელიც მართავდა. და ეგ ლობი ყავდა. ხო. შემდეგ შემდეგ ჩვენ ავდექით ცენტრი გადავაუბარეთ ვიღაცებს რა. და 30 წელი გავიდა აღმოჩნდა რომ სხვებს რო ჩავაბარეთ ჩვენი მართვის არაფერი მართავენ თურმე ეხლა მიყვარს დავჯექი საჭესთან და ანუ ჩვენ ეხლა აი მაგალითად ჩვენ ეგეთი შეთანხმება რო ყოფილიყო კი იქიდან მიმართებით მაგრამ ჩვენ ისეთი ლობი გვყავს ვაშინგტონში პირობითად და ბრიუსელში როგორც ისრაელს ყავს მაგალითად როგორც ყავდა თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში იქიდან რაღაცა ეგ გასაგები იქნება მაგრამ არც ის არ ყავს ხო არ ყავს ფაქტია ხო არა იმიტომ და ვერ გიყოლება პრინციპი ვაშინგტონში ბატონო ისე შეხედე ხა აი მართლა რა რომ
გახსოვს შენც გამოგიზონე ეს მოლდოველების აკეთებული ვიდეო რო იყო. რომ ანუ მოლდოველები ბლოგერები რომ ამბობდნენ რომ აი საქართველოს რა მაგარი ქვეყანაა რა. ანუ პირველად გამისწორდა რომ რაღაცა რომ აი ვიღაცები ქართველები მოყავთ მაგათი როგორც აი არა რაღაცა ველური ეგზალტირებული ტიპების რომელსაც რაღაც სიგიჟეს აკეთებენ. ანუ თქო აი რაცნულ ხალხს რომ ანუ ძალიან მარტივია რომ 2022 წელს მოლდოვამ შეუერთდა რაღაც სანქციებს და პოლიტიკა გააკეთა, ანუ რუსეთის საწინააღმდეგო. ჩვენ არ გავაკეთებთ. მოლდოვის ეკონომიკა არ გაზრდილა ამ დროს განმავლობაში. და ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა, რა ვიცი, მე-13-ით მაინც. და ამან რამდენი ის გამოიწვია, ხო, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამდენი ფული შეიქმნა, ხელფასები გაიზარდა, რამდენი პრობლემა მოგვარდა ქვეყანაში და თავი რა არის, რომ ამ დროს მთელი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვდა, რომ ჩვენ 0%-იანი ეკონომიკური დაგვქონოდა. კი. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხს შევეხეთ და უფრო ეს პოდკასტი გავდა ორ მეგობრის ლაპარაკს სხვა საკითხზე, ვიდრე რაღაც წინასწარ განსაზღვრულ თემაზე არ გვისაუბრია. მაგრამ მგონია, რომ ესეთი ლაპარაკები ყველგან არის, ყველა სამეგობროში არის და ამიტომ საჭიროა რაღაცნაირად შევაჯამოთ ეს ჩვენი ლაპარაკი ხოლმე. თქვენს დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში, რაზე ფიქრობთ თქვენ, თქვენი მეგობრებთან რა არის ის საკითხები. ის ირგვლივათაც ახდენთ რაღაც კონცენტრაციას. მე მჯერა რომ მე ვხედავ სოციალურ ქსელებში, ხედავ საზოგადოებაში, რომ ჩვენ ვიზრდებით როგორც საზოგადოება, ვიზრდებით როგორც ერი, ხდებით უფრო რაციონალურები და კი დახვება ეს ირაციონალიზმის რაღაცა წარსული ესე ვთქვათ და მომენტი, მაგრამ გადალახვადია ეს მგონია რომ რაც უფრო გაიზრდება ჩვენი სახელმწიფო და ეს ინსტიტუტები რაც უფრო ჩამოყალიბდება მით უფრო რაციონალურებიც ვიქნებით. რაც ნიშნავს რომ უფრო წარმატებულებიც ვიქნებით. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.